მოგესალმებით, დავიწყოთ ბიზნეს ინსაიდერი, ეკონომიკისა და ბიზნესის სიახლეებით ტრადიციულად დატვირთული კვირა გვაქვს და ჩვენ ყოველთვის როდესაც საუბრობდით საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან, სარეიტინგო სააგენტოების მხრიდან, საქართველოს შესახებ ანალიზებთან დაკავშირებით და ვამბობდით, რომ საქართველო მიჩნეულია ერთ-ერთ თუ არა საუკეთესო ადგილად ინვესტირებისთვის, ეს ყოველდღიურად დასტურდება ფაქტებით, რომელსაც გრანდიოზული მნიშვნელობა აქვს. დიახ, რატომ გვჭირდება რეიტინგებში წამყვანი პოზიციები? სწორედ იმიტომ, რომ საქართველოს იყოს მიმზიდველი ინვესტორებისთვის. და ახლა რაზეც ვსაუბრობ ჩვენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან განხორციელებულ პროგნოზებზე საქართველოს ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, როდესაც საუბარებს საქართველოს ექნება მაღალი ეკონომიკური ზრდა 5-6%-იანი ეკონომიკური ზრდა და ამ ფარგლებში იქ ხშირად, როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, ისე სარეიტინგო სააგენტოები აღნიშნავენ, რომ ამ ზრდაში დიდი წვლილი ექნებოდა და ექნება Eagle Hills-ის უპრეცედენტო 6.6 მილიარდიან ინვესტიციას. დიახ, ამ შემთხვევაში მხოლოდ Eagle Hills-ზე ერთი ნაწილი აქცენტი გაკეთებული ამ შემთხვევაში და ვსაუბრობთ მართლაც ჩვენ გლობალურ ინვესტორებზე, რომლებიც საქართველოს ინტერესდებიან და დღეს უკვე ვსაუბრობთ უკვე სრულიად ახალ რეალობაზე და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს ახალი ანალიზის საშუალება აქვთ, რა მოხდება იმ დროს, როდესაც საქართველოში დაიწყება ტრამპ თაუერის მშენებლობა. პირველი დიაგრამა თუ შეიძლება, დიახ, ეს არის რეალობა, რომელიც ჩვენ აქ, ჩვენს ქვეყანაში გვაქვს. Eagle Hills-ის 6.6 მილიარდიანი ინვესტიციის შემდგომ და კიდევ უამრავი ინვესტიციის შემდგომ, მე მინდა ამ გუნდს გადაუხადო. მადლობა ამ შემთხვევაში ქართულ ბიზნესმენებს გუნდს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ტრამპის ორგანიზაციას ამ გადაწყვეტილებისთვის, მაგრამ ამ ბიზნესმენებს მინდა მადლობა გადაუხადო პირველ რიგში, რომ მათ ეს შეძლეს და მართლაც მაქვს პატივი მათთან, თითოეულ მათგანთან თანამშრომლობის და მინდა ვთქვა, რომ მათ გააკეთეს ისტორიული საქმე. ამ ადამიანებმა, რომლებიც აქ ფოტოზე არიან, გააკეთეს ისტორიული საქმე. ეს არ არის მხოლოდ ბიზნეს გადაწყვეტილება. ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნისთვის. გადაწყვეტილება, რომელიც დაკავშირებულია მართლაც ქვეყნის მნიშვნელოვან წილად საინვესტიციო ეკონომიკურ და აღარ შევალ პოლიტიკურ ჭრილში, თუმცა მინდა რომ მოვიკითხო იზოლაციის მომხრეები აქედან თმილად ამ შემთხვევაში, მაგრამ მაინც ეს არის წმინდა ქვეყნის ყველა ტიპის ეკონომიკურ ბიზნეს პოზიციონერების სრულიად სხვა დონეზე გადასვლა. და კიდევ ერთხელ, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ინვესტიციაზე, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ამ მასშტაბის ინვესტიციაზე, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს არც ერთ შემთხვევაში, რომ ამ ინვესტიციას ტრამპ თაუერის მშენებლობას საქართველოში მოაქვს უდიდესი ცოდნა, უდიდესი განათლება, უდიდესი გამოცდილება და ახალი ტექნოლოგიები სამშენებლო დეველოპერულ ბიზნესში. დიახ, ამ ყველაფერს არ უნდა შევხედოთ მხოლოდ როგორც მართლაც ალბათ ასეულობით მილიონის ინვესტიციას, რომელიც დაზუსტდება და რომლის შესახებაც მეტ ინფორმაციას გავიგებთ. ამას უნდა შევხედოთ როგორც უდიდესი ცოდნის, გამოცდილების, განათლების, ტექნოლოგიების შემოსვლა საქართველოში და ადამიანური კაპიტალის სრულიად სხვა დონეზე გადასვლას აქ და ამ სფეროში. შემდგომი დიაგრამა თუ შეიძლება, სადაც ასევე მინდა სწორედ ვნახოთ ჩვენ ერიკ ტრამპის შეფასება, რომელიც არის დაკავშირებული სწორედ საქართველოსთან და საუბარია ტრამპ თაუერ თბილისზე. დიახ, პირდაპირ ციტირება ხდება ტრამპ თაუერ თბილისის და მართლაც ბედნიერი ვარ, რომ სოფლიოში არის გამორჩეული ქვეყანა საქართველო, მისი დედაქალაქი, სადაც იქნება ტრამპ თაუერი განთავსებული და დიახ, ამ შემთხვევაში საუბრობს, რომ საქართველოს გლობალური რეპუტაციის მქონე ხარისხის შემოთავაზება შეგვიძლია. დიახ, გლობალური რეპუტაციის მქონე ხარისხი. ჩვენ ტრამპ თაუერთან დაკავშირებით ძალიან ვრცელ ანალიზს შემოგთავაზებთ, ძალიან დეტალურს და უბრალოდ მართლაც, როდესაც არ ვიცი, პირველად კითხულობდი მრავალი წლის წინ ტრამპის ბიოგრაფიას იფიქრე ჩემპიონივით. დიახ, ეს არის ჩემპიონივით ნაფიქრი გადაწყვეტილება, რომელიც მართლაც ჩემპიონებივით შეასრულეს ქართველმა ბიზნესმენებმა, რომლებიც არიან ამ სფეროში წარმოდგენილი. მოკლედ, წარმატებას უსურვებს საქართველოს კიდევ ერთხელ და ჩვენ კიდევ ერთხელ, ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ სრულიად სხვა დონეზეა გლობალურ პოზიციონირებასთან დაკავშირებით. შეეხებოდა ამ ნაწილს და ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ეკონომიკური ზრდის პარალელურად ყოველთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ენერგეტიკული უსაფრთხოება და ენერგოსექტორი. დიახ, საქართველოს ძალიან განვითარება, ძალიან მზარდ ეკონომიკა სჭირდება ენერგორესურსებით მუდმივი უზრუნველყოფა, ელექტროენერგიის მოხმარება ეკონომიკური ზრდის კვალდაკვალ იზრდება და როცა ჩვენ ასეთი ტიპის მეგაპროექტებზე ვლაპარაკობთ, გასაგებია, რომ ელექტროენერგიას და ზოგადად ენერგოუსაფრთხოებას, ენერგოდამოუკიდებლობას რამხელა მნიშვნელობა აქვს. და დიახ, პარასკევს საქართველოში გაიმართა კიდევ ერთი
საქართველოს ეკონომიკური ფორუმი წლის მეორე დისკუსია, თუმცა ეკონომიკურ წლში ეს იყო წლის პირველი დისკუსია. ზოგადად წლის დასაწყისში საქართველოს ეკონომიკური ფორუმის დისკუსიებს ყოველთვის ტრადიციულად ხსნის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და ამ შემთხვევაში ეკონომიკის წილში გახსნა სწორედ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ქალბატონმა მარიამ ქრივიშვილმა. საუბრობდით ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ენერგეტიკის სექტორის ახალ გამოწვევებსა და ახალ შესაძლებლობაზე. მინისტრმა აუდიტორიას, რომელიც ერთის მხრივ შედგებოდა ელექტროენერგიის წარმოებლებისგან, ყველა მიმართულებით აქ იყო საუბარი როგორც ჰიდროქარი, მზის ჭრილში, ასევე იყო ბიზნესმენების ფართო დელეგაცია, მათ შორის სწორედ სამშენებლო დეველოპერული ბიზნესიდან ერთი ნაწილი გააცნო 10 წლიანი სტრატეგია, სახელმწიფოს ხედვა და ის რეფორმები, რომელიც განხორციელდა და უნდა განხორციელდეს ენერგეტიკის მიმართულებით. მართლა ძალიან საინტერესო დისკუსია იყო და მინისტრისგან ჩვენ მოვისმენთ არა მხოლოდ ფართო ხედვა განვითარების, ანუ 10 წლიან ჭრილში, არამედ ძალიან დეტალური ანალიზი, რომელიც მათ შორის დისკუსიის მხრიდან გამოიკვეთა და კიდევ ერთხელ ნახეთ, რომ სამინისტროს დონეზე პოლიტიკის დონეზე თუ როგორ სკულპტუროზულად ხდება და ზედმიწევნით შესწავლით ხდება გადაწყვეტილების მიღება და მართლაც ძალიან თვალში საცემი იყო მინისტრის მხრიდან უამრავი დეტალის ცოდნა და უამრავ დეტალში აი პირადად ჩასვლა ყოველგვარი ასე ვთქვათ მისი ბრწყინვალე გუნდის გარეშეც კი რომელიც შეეხებოდა ენერგოსექტორს და ელექტროენერგიის განვითარების მიმართულებას. მართლაც 130-ზე მეტი მონაწილე იყო წარმოდგენილი, 15-მდე სხვადასხვა ასოციაციის ხელმძღვანელი და პლუს ესეთი ძალიან ფართო შემოდგენილობა, ვინც კი ელექტროენერგიის და ზოგადად ენერგეტიკის სექტორშია წარმოდგენილი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა საქართველოს ეკონომიკურ ფორუმზე იყო წარმოდგენილი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ დისკუსიას, ასე ვთქვათ, ექნება მნიშვნელოვანი გავლა, ჩვენ ვნახეთ თუ რამხელა მნიშვნელობა და რამხელა პოტენციალი აქვს საქართველოში ენერგოსექტორის განვითარებას და კიდევ ერთხელ მინდა რომ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო საქართველოს ეკონომიკის და განვითარების მინისტრს ამ დისკუსიის გახსნისთვის და შესაბამისად ასე ვთქვათ ამ დისკუსიების გაგრძელების სერიის დაანონსების რომელიც სხვა მიმართულებით გაგრძელდება. და ახლა უნდა ვისაუბროთ უმნიშვნელოვანეს სექტორზე, ტურიზმის სექტორზე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კაპიტანი მაია ომიაძე ჩვენი სტუმარი. კაპიტანი მაია, მოგესალმებით, მადლობას გიხდით ბიზნეს ინსაიდერში იმედის დილაში მობრძანებისათვის და ესე იგი მინდოდა მე თქვა რომ თქვენთან გარკვეულ საკითხებზე ექსკლუზიურად მესაუბრა, მაგრამ თლიანად მედიაში ხართ წარმოდგენილი, იმიტომ რომ ძალიან აქტიური პერიოდია ტურიზმის სექტორის თვითონ მხოლოდ მივესალმები ამ ნაწილს და მინდა გთხოვოთ პირველ რიგში უახლესი სტატისტიკა ტურიზმთან დაკავშირებით. მოგესალმებით გიორგი, დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები მაყურებელს და მინდა მეც გამოვეხმაურო თქვენს ფრაზას, რითიც დაიწყეთ ტრამპ-ტაუერთან დაკავშირებით, ტრამპ-ტაუერი თბილისი. იმიჯურად ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, როდესაც ესეთი მეგაპროექტები საქართველოში ხორციელდება, ეს პირდაპირ და ირიბი გავლენა არის ტურიზმზე, საქართველოს ცნობადობაზე, რეპუტაციულია ძალიან და შესაბამისად ქვეყანაში, სადაც ტრამპ-ტაუერი არსებობს, რა თქმა უნდა, ბევრად მეტად მახამხარშვალუნარიანი ტურისტიც ჩამოვა და ცნობადობაში ეს ერთი დადგმული, ასე ვთქვათ, აგური იქნება. რაც შეეხება სტატისტიკას, დიახ, პირველი კვარტლის მონაცემებით ჩვენ რა თქმა უნდა გვქონდა სიფრთხილე, იმიტომ რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ეს ჩვენი ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, ჩვენს ტოპ 10-15 ქვეყანაში არის ყოველთვის ეს ქვეყნები და ველოდებოდით და ფიქრობდით როგორი იქნებოდა სტატისტიკა, მაგრამ აი მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე მოვლენების გავლენა რა თქმა უნდა მეტნაკლებად უკეთესი შედეგი იქნებოდა, მაგრამ ჩვენი გეგმა რაც არის, რომ ნაკლები დანაკარგებით გავიგეთ, შედეგიც ასეთი დადგა პირველ კვარტალში სწორედ რომ სწორმა პოლიტიკამ, დივერსიფიცირებულმა მუშაობამ და მთავარმა სტრატეგიამ, რომ საქართველოს ერთ ბაზარზე არ უნდა იყოს მხოლოდ კონცენტრირებული, აჩვენა ის შედეგი, რომ ჩვენ პირველ კვარტალში მაინც პლუსში გავედით. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მათ შორის პლუსში გავედით ქვეყნებთან ჩამონათვალში, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში 8%-იანი პლუსი ჰქონდა, ახლა ვსაუბრობ ჩვენ სტრატეგიულ ბაზრებზე, ხა 37%-იანი მატება ჰქონდა გერმანიიდან, პოლონეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ჩინეთიდან 64%-იანი მატება. ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან სწორად, დაგეგმილად, სტრატეგიული მუშაობით ჩვენ მიუხედავად გამოწვევებისა, რაც ამ სექტორს მუდმივად ახლავს და სულ ტურბულენტობის რეჟიმშია, აი სწორმა მუშაობამ მაინც ასეთი შედეგი შეიძლება გამოიღოს. ძალიან მნიშვნელოვანია მართლაც და აუცილებლად მინდა ვთქვა ამ ნაწილში თქვენი მუდმივი კომუნიკაცია ტურიზმის სექტორთან, ჩვენ ვნახეთ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა და შეხვედრის შემდგომ ერთია რომ თქვენი შეფასებები მოვისმინეთ, მაგრამ მოვისმინეთ ალბათ ათეულობით სექტორის წარმომადგენლის შეფასება თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს შეხვედრა და დიალოგი თქვენთან. დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს ზოგადად ტურიზმის ინდუსტრია არის ერთობლიობას წარმოადგენს სექტორის მოსახლეობის და სახელმწიფო სტრუქტურების, ხო? იმიტომ რომ
მე ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ თქვენ ვერ ნახავთ საქართველოში ოჯახს პირდაპირ თუ ირიბად მაინც ერთი წევრი რომ აყავდეს ტურიზმში ჩართული და ეს არის უმნიშვნელოვანესი, რომ შენ იცოდე, გესმოდეს და მუდმივად უსმენდე თუნდაც ძალიან მნიშვნელოვან კრიტიკულ მოსაზრებას. არიან ადამიანები, ვისაც ვთქვათ, შეიძლება ზოგი უკეთესად აკეთებს ამ საქმეს, ზოგი ნაკლებად აკეთებს ამ საქმეს, შესაბამისად სასტუმროებს ზოგს მეტი აქვს შემოსავალი და სტუმარი გარკვეულ პერიოდში ზოგს ნაკლები ყავს. ეს ბუნებრივი პროცესია, მაგრამ ყველას აზრი მნიშვნელოვანია, რომ მოვისმინოთ და რაღაცნაირად ეს ყველაფერი მერე გადავიტანოთ ჩვენ სამოქმედო გეგმაში. აღნიშნულ შეხვედრაზე განხილული იქნება იყო მოსალოდნელი აი ამ პერიოდში რა შეიძლება გავაკეთოთ ომის გაგრძელების შემთხვევაში, დიახ, კი, ომის გაგრძელების შემთხვევაში რა ცვლილებები შეიძლება ჩვენ სამუშაო პროცესში გავაკეთოთ, როგორ გადავიტანოთ კონცენტრაცია შუა აზიაზე, ჩინეთზე დამატებით, ჩვენ სტრატეგიულ ბაზრებზე ევროპაში, იქ სადაც ისედაც ცნობადობა მაღალია და დამატებით ერთობლივი აქტივობებით ეს იქნება დამატებით როუდშოუები, B2B შეხვედრები, ბიზნესის აქ ჩამოყვანა, თქვათ შუა აზიის ქვეყნებიდან, ავიაკომპანიებთან ერთობლივი ღონისძიებებით, რომ აი ამ პერიოდში თუ კი სადმე შეიძლება დანაკლისი იყოს ახლო აღმოსავლეთიდან, ჩვენ შევძლოთ და გარკვეულწილად შევსება მოვახერხოთ აი ამ მონაცემის. კი ბატონო, თქვენი მართლაც რამდენჯერმე აღნიშნეთ, რომ დივერსიფიცირებული პოლიტიკით, რომელიც ტურიზმში განსაკუთრებით ძლიერია, ჩვენ ვახერხებთ სწორედ იმას, რომ მინიმალური დანაკარგები და პირიქით რიგ შემთხვევაში პლუსსაც გამოვიდეთ ამ ნაწილში. უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე მინდა გკითხოთ, ITB China 2026. თუ შეიძლება გითხრათ ამ ღონისძიებაზე საქართველოს როლზე და გეგმებზე, რამდენადაც შეგვიძლია ამაზე საუბარი. თავდაპირველად საქართველოს მაყურებელმა და ზოგადად ტურიზმის ინდუსტრიამ ITB როგორც ბრენდი უკვე იცის, იმიტომ რომ ეს არის ძალიან ძველი, ძლიერი ბრენდი, ევროპული, კონკრეტულად გერმანული, გერმანიაში დაიბადა ეს პლატფორმა. ახლა უკვე მთელს მსოფლიოში რეგიონალურად არის არსებობს ITB ამერიკა, ITB აქეთ აზია, სინგაპურისკენ და ჩინეთი, ხო? ჩვენ ბერლინში ვიყავით წარმოდგენილები და ძალიან ვასახელეთ ერთობლივად ჩვენი ქვეყანა, ძალიან მაღალ დონეზე იყო ჩატარებული ღონისძიება. და ახლა უკვე იმიტომ რომ ITB ბრენდია, იმიტომ რომ ITB საერთაშორისო ცნობილი პლატფორმაა და ჩინელები ენდობიან და თავადაც ჩინეთში მიიღეს ძალიან, იმიტომ რომ თქვენ იცით რომ ჩინელებს ყველაფერი თავისი აქვთ. თავის თავზე მორგებული, მათ შორის ტურისტულ ინდუსტრიაშიც, თუმცა აი ეს პლატფორმა ჩინეთში ITBC გადაიტანეს, ასე ვთქვათ და ITB China 2026, რომელიც შანხაიში გაიმართება ყოველ წელს, ჩვენ შაშან ვიყავით. უბრალოდ როგორც ქვეყანა სტენდი ქონდა, მაგრამ აი ამ მოლაპარაკებებით წელს უკვე ვართ პარტნიორი ქვეყანა. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ჩინელების ბიზნეს ეთიკა თუ იცი, მან ყველაფერს მნიშვნელობა აქვს. ის თუ ვთქვათ ITB ბერლინზე ჩვენ ვყავით host country მასპინძლები. იგივე სტატუსია შინაარსობრივად, არაფერი არ იცვლება, უბრალოდ ჩინეთში ქვია პარტნიორი. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი მართლა გამოკვეთილია. ძალიან მნიშვნელოვანია უბრალოდ აქ ჩინური ბიზნესის კეთების და კულტურის ეთიკას უსვამს ხაზს, რომ მის სახში ასე ვთქვათ პარტნიორი ხარ შენ და არა მასპინძელი. კი ბატონო, ერთობლივად ხო, მინდა დეტალებზე ვისაუბროთ, თუ შეიძლება თუ მაქვს დრო. ძალიან კარგი, აქაც გვექნება ეროვნული სტენდი 25-ში ჩვენ მასპინძლობთ. თვითონ ღონისძიება 26 მაისს იხსნება ოფიციალურად. სიმბოლურია, სხვათა შორის ჩვენ გვექნება, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად გზავნილი, რომ ჩვენთვის დამოუკიდებლობის დღე არის და ჩვენ განსაკუთრებულ ხაზს გავუსმავთ და ვუმასპინძლებთ ამ ესთეტიკით ჩვენ სტუმრებს. 25-ში წინა დღეს არის მასპინძლობა, როგორც ზოგადად ახასიათებს ამ გამოფენას, ჩვენ შევძლებთ, რომ დაახლოებით 800-მდე ძალიან მაღალი რანგის ბიზნესმენს ვუმასპინძლოთ ამ სფეროში მოღვაწე, როგორც ავიაკომპანიებს, ტურისტულებს თუ მედიას. იქ გვექნება კულტურული პროგრამა, რა თქმა უნდა, ასევე გვექნება დეგუსტაციები და ისტორიის თხრობა, რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს შესახებ, ქართული ღვინის შესახებ, თუ განსაკუთრებული რა არის ამ ქვეყანაში. მოსანახულებელი უკვე 26-ში ოფიციალური გახსნა არის, ლენტის გაჭრა, ასე ვთქვათ, რიბონ კატინგი, სადაც ასევე ჩვენი ნაწილი საკმაოდ მსუყია ქართული ფოლკლორით ვიქნებით და კულტურით წარმოდგენილები და უკვე დანარჩენი 2 დღე არის სამუშაო შეხვედრები. დაახლოებით 40 კომპანია მოდის ჩვენთან ერთად, კერძო სექტორის წარმომადგენლები. ვფიქრობთ, რომ ძალიან საინტერესოა უკვე მან როგორ არის იცით წინასწარ პორტალზე გეგმავ შეხვედრებს. ძალიან აქტიურად მიმდინარეობს შეხვედრების ჩანიშვნა, უკვე მიმდინარეობს. ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს ძალიან მობილიზება თითოეული ბიზნესმენისთვის თარჯიმანი ცალკე აყვავს შეხვედრების ორგანიზებაში
სექტორებში ვეხმარებით, რომ აი ეს თუ კი კულტურული ბარიერი არსებობს ჩინეთთან და რა თქმა უნდა არსებობს ენობრივი ბარიერი, ჩვენ არ ვიცით, ჩვენ ევროპულ ბაზარზე და ვთქვათ ახლო აღმოსავლეთის ბაზარზე ვართ ადაპტირებულები, ახლა ძალიან აქტიურად ვცდილობთ ჩინურ ბაზარს მოვერგოთ და ყველანაირად ვეხმარებით სექტორს, რომ ეს ბარიერები იყოს გამარტივებული. ჩვენ შარშანაც ვქონდა და წელსაც გვექნება ტრენინგები, ასე ვთქვათ, თუ როგორ უნდა უმასპინძლო და ისწავლო ჩინელი ტურისტის მეთხოვნები და წელსაც გვექნება. პარალელურად აღსანიშნავია ასევე ის ფაქტი, რომ შანხაიში გვექნება აუთდორი, გარე რეკლამები, ანუ ყველა ის ხელსაწყო მედიუმი. რაც წარმატებით ნახეთ ევროპის დედაქალაქებში. კი, ევროპის დედაქალაქებშიც, დუბაიშიც ქონდა, ანუ ბევრი გამქონდა ჩვენ შარშან. და წელსაც ჩინეთში ბევრი მედიუმი გვექნება, ასე ვთქვათ, აღებული იმისთვის, რომ საქართველოს პოზიციონირება და ცნობადობის ამაღლება მოახერხოთ. გავტომია, წარმატებას გისურვებთ, მე დარწმუნებული ვარ, ძალიან წარმატებულ ნაწილში ამ კუთხით, ვინაიდან უკვე გაგვანებიურეთ საკუთარი რეკორდების მოხსნით და ახლა ველოდებით შემდგომ რა რეკორდ შემოგთავაზებთ. ჩვენ ველოდებით. აბსოლუტურად, რა თქმა უნდა, ყურადღებით დავაკვირდებით Business Insider ჩვენი ყველა პლატფორმით. ამ ნაწილს დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, წარმატებას გისურვებთ. დღეს კი Business Insider-ი ამით დასრულებულია, ეკონომიკისა და ბიზნესის სიახლეებით ჩვენ დავბრუნდებით უკვე პარასკევს.